ვინ როგორ ემზადება ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მიიღებს თუ არა ოპოზიცია საარჩევნო მარათონში მონაწილეობას ამ საკითხზე ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს. პარტია ლელოში კი კონკრეტულ პირობებზე საუბრობენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და მიმდინარე მოვლენებისას დაკავებული პირების გათავისუფლება. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადებიან გირჩსი და იგივეს ურჩევენ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. მართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ამას გარე ძალები გადაწყვეტენ. შეუძლებელია პროცესის ნორმალიზაციაზე საუბარი, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არჩევნების შესვლას ისე, რომ თითქოს აქ არაფერი არ ხდება. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მე დიდი იმედი მაქვს, რომ არსებული პროცესებიდან გამომდინარე, ისინიც უფრო მალე იტყვიან მკაფიოდ იმ პოზიციას, რომ შეუძლებელია არსებულ სტატუს კვოში არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრით. მე არ მგონია, რომ რაღაცა პრინციპულ დაპირისპირებასთან კონდეს ჩვენ ადგილი, მაგრამ მკაფიობასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. გადაწყვეტილად უარს არ ამბობს ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით 4 ოქტომბრის არჩევნებზე. მე ვფიქრობ, მიიღებენ მონაწილეობას და შესაბამისად კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი გასცემს მაგათ პასუხს. ჩვენ ვემზადებით ჩვეულებრივად არჩევნებისთვის, როგორც ყოველი არჩევნების წინა საარჩევნო პერიოდი გვაქვს არჩევნებამდე, შესაბამისად ჩვენც მოვემზადებით და მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ოპოზიციის სხვადასხვა პარტიები.